იმ დროს, როდესაც ქრისტეს ჯვარსაცვლეს არჩენელი ყოფილიყო, ქრისტეს ჯვარცმელები, ფარისევლები და პილატე და ასე შემდეგ შექმნიდნენ ესეთ კლიპს. ერთ მხარეს როგორ ცემენ ქრისტეს, როგორ აფუძნებენ ქრისტეს, როგორ დასცინიან ქრისტეს და როგორ ჯვარსაცმევენ მას. მეორე მხარეს როგორ იბანს პილატე ხელს თავის დიდებულ ტახტზე მჯდომარე. როგორ დიდებულ სამუშაოს სასმულები ფარისევლები მიყვებიან ქრისტეს და აი მათ უარას გაუმბობენ. აირჩიეთ. გაჩვენებდნენ იმ დიდებულ ტაძარს, რომელიც არიელი დარჩათ. აქეთ ჯვარცმა, აქეთ შენებლობა და ყვავება. ხარ გაგახსენებთ რამე კლიპი? დააკვირდით, რას თავაზობენ ქართველ ერს, ქრისტიან ერს, აქეთ კორპუსები, სადაც რუსები ბომბებს ესვრიან უკრაინელ ხალხს, კორპუსები, რომლებშიც იხოცება უდანაშაული ხალხი, კორპუსები, რომელშიც იხოცება უმანკო ბავშვები და აქეთ აშენებული საქართველო. და თავაზობთ ის ხარეს ხართ. გინდათ ეს ჯვარცმა? აი თქვენ ჯვარცმა გინდათ? აი უკრაინელებს როგორ ჯვარსაცმევენ, ისე გინდათ თქვენ რომ ჯვარს გაცმან? თუ აგერჯობია პილატესავით ამ ახალგაზრდებზე, პატიმრებზე ხელი დავიბანოთ. იყვნენ ციხეში, იყვნენ პოლიტიკოსები ციხეში, ვინც არ აღიარებს მთავრობას, იყვნენ ციხეში. ეს არ გირჩევნია? თუ მომიგირჩევნია. ასე გინდათ, რომ თქვენი ბავშვები იხოცებოდეს? ასე გინდათ, რომ ჯვარს გაცვან? ამწუხაროდ ესეა, რომ ქრისტიანულ ერში რას გვთავაზობენ ჯვარცმელების არჩევას. აი ჩვენ შეურიგდით იმას, ვინც უკრაინელებს ჯვარს აცავს და ჩვენ ნახე როგორი აშენებულები ვართ. გუშინ დიდგორობაზე იბრძვიან. დავით აღმაშენებელს აკეთებდნენ. ვინ იყო დავით აღმაშენებელი? ომი უნდა და აღმაშენებელს. შეურიგდა მტერს და შემოუშვა? თუ დახვდა მტერს, რა ომი უნდა და? მონობა არ უნდა.